მოგესალმებით, მე ვარ ეკა კვაჭანტირაძე და წარმოგიდგენთ კურსს ქართული და ევროპული იდენტობა ისტორიულ რეტროსპექტივაში. დღევანდელი ჩვენი ლექცია ეხება მე-19 საუკუნეების მსოფლიოს და ლექციის მთავარი თემა არის გაერთიანების ფენომენი, როგორც მნიშვნელოვანი გარდამტეხი მოვლენა ევროპასა და საქართველოში. ეს არის ევროპის დაფუძნების, გაფართოების, ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პერიოდი. ეს არის სლავების გაქრისტიანების პერიოდი. ლექციის მიზანი არის გაერთიანების ფენომენის, როგორც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტეხილის წარმოჩენაც. ეს არის ქართული ერთობის ცნობიერების განვითარების გადამწყვეტი მომენტი, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მენტალური გაერთიანების შემდეგ, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა, უკვე იწყება და ხდება პოლიტიკურ-სამართლებრივი განვითარება, პოლიტიკურ-სამართლებრივი ერთიანობა. ამ დროს იქმნება ტერმინი ევროპა და ამ დროს იქმნება ტერმინი საქართველო, ორივე როგორც ფასეულობითი ცნებები. დავიწყოთ ბიზანტიით. ამ პერიოდის ბიზანტია აღმავლობით გამოირჩევა. იმპერატორები ნიკიფორე ფოკა, იოანე პირველი, ბასილი მეორე პირველ დარტყმებს აყენებენ არაბებს. ბიზანტიელთა ჯარები იერუსალიმში ჩნდებიან და დაიდება ხელშეკრულება წმინდა მიცის დაცვის შესახებ. ბიზანტია ამარცხებს ბულგარეთს და იერთებს, მხოლოდ 150 წლის შემდეგ გახდება ბულგარეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1071 წელს ბიზანტია მარცხდება ველურ-სელჯუკებთან ბრძოლაში მანასკერტთან. 1054 წელს ხდება სქიზმა, როდესაც ერთიანი ქრისტიანული აზროვნების ორად გაყოფა მოხდა კათოლიციზმად და მართლმადიდებლობად. არავის ეგონა ეს დიდხანს გაგრძელდებოდა, რადგან ამ განყოფას საფუძვლად ედო არა იმდენად თეოლოგიური სხვაობანი, არამედ უფრო მეტად საეკლესიო პოლიტიკური ფაქტორები. აღმოსავლეთ რომს, ანუ კონსტანტინოპოლს და დასავლეთ რომს პოლიტიკური და სასულიერო ლიდერობის პირველობის ამბიცია ჰქონდათ, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია სქიზმა, ანუ განხეთქილება. ეხლა მოკლედ ისტორიულ კონტექსტს მოგახსენებთ. კონფლიქტის მოსაგვარებლად რომიდან კონსტანტინოპოლში გაგზავნეს კარდინალი ჰუმბერტი, რომელმაც ჩაიტანა იქ სინამდვილეში მისივე ხელით დაწერილი წერილი, რომელშიც თითქოს და რომის პაპი ამტკიცებდა, რომ მისი იურისდიქცია კონსტანტინოპოლის პატრიარქს ვრცელდებოდა, აგრეთვე თითქოს და უარყოფდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ტიტულს. ერთ-ერთი კამათის დროს ჰუმბერტმა აია სოფიას საკურთხეველზე დადო ბულა, რომლითაც რომისაგან განკვეთილად აცხადებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიხეილ კელურარიოს. იგივე გააკეთა პატრიარქმაც. ამრიგად ამბიციების ბრძოლამ დაარღვია ერთიანი ქრისტიანული სხეული და ფაქტიურად ორ ნაწილად გაყო. რა ხდება ამ პერიოდის ინგლისში? ამ პერიოდის ინგლისს უკვე კონტინენტური ევროპის ცხოვრებაში ჩაბმა სურს, მაგრამ ამას ხელს უშლიან დანიელები და მათი თავდასხმები, რომელიც ბრიტანეთზე ძალიან ხშირად ხორციელდება. დანიელთა მმართველი კნუდი ლონდონში შედის და თავს მეფედ გამოაცხადებს. ამ პერიოდის ევროპას უტევენ სკანდინავიური ტომები, რომელთაც გაერთიანებული სახელით მოიხსენიებენ. ესენი არიან ნორმანები, ანუ ჩრდილოეთის ხალხი, ნორთმენ, მათ ვიკინგებსაც უწოდებენ. ისინი კარგი მეომრები, მეზღვაურები და ვაჭრები იყვნენ. მათი ბელადი პარიზამდე მივიდა და ჰერცოგის ტიტული მიიღო. ამ პერიოდში ძლიერდება აგრეთვე ახლად შექმნილი რუსული სახელმწიფო კიევის რუსეთი. მისი პირველი მთავარი იყო ლეგენდარული კიი, შემდეგ კი ნორმანთა, ანუ ვიკინგების მთავარი რიურიკი. რუსული დინასტიის ნორმანული წარმომავლობა, რუსული ნარატივი იყო მთელი საბჭოთა პერიოდის დროს, მაგრამ დღეს რუსები ეძებენ და ეძიებენ თავის წარმომავლობას და ეძიებენ ფაქტობრივად თავის იდენტობას. 988 წელს ქრისტიანობას იღებს კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი. ძალიან ეს საინტერესო მომენტი არის და ერთგვარად კარგად ახასიათებს ზოგადად რუსულ აზროვნებას ეს ნარატივიც, რომელიც ეხება რუსეთის გაქრისტიანებას. რუსეთის მთავარი ვლადიმირი საშინელი წარმართია,
მან მთაზე დადგა მთავარი კერპი, ესეთი ვერცხლის თავიანი ქანდაკება და მსხვერპლად სწირავდა მას ადამიანებს, მათ შორის შესწირა 2 ვარიაგი. ვლადიმერი თანდათანობით დაეჭვდა ხელთქმნილი ღვთაების ძლევამოსილებაში და ახალი ღმერთის ძიება დაიწყო. მისკენ მრავალი ჯულის მქადაგებელი დაიძრა. ვლადიმერმა გადაწყვიტა ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ დამამცირებლად მიიჩნია ერთგვარად, რომ ეს ბიზანტიისათვის ეთხოვა. ამიტომ ასეთ გზას მიმართა, მან კონსტანტინოპოლისაკენ დაძრა ჯარები და ბიზანტიის იმპერატორს შეუცვალა, რომ თუ შენს დას არ მომათხოვებ, ცოლად კონსტანტინოპოლს დავიპყრობო. სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსებთან დანათესავება ცხადი არ იყო სასურველი, მაგრამ შიდა აჯანყებებით, ბარდა სკლიაროსის და ბარდა ფოკას აჯანყებებით შერყეულ ქვეყანას ვლადიმერთან შებრძოლება აღარ შეეძლო და დის მითხოვების პირობად მათ ვლადიმერს გაქრისტიანება მოსთხოვეს. ვლადიმერსაც ეს უნდოდა, მან უკან დაიხია და როდესაც ანა ჩავიდა ხერსონში, ბიზანტიის იმპერატორის და ვლადიმერი დაბრმავებული დახვდა. ანამ სასწრაფოდ შესთავაზა მას მონათლა და ემბაზიდან ამოსვლისთანავე მეფეს თვალები აეხილა. ვლადიმერი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, შეირთო ანა, მოინათლნენ ბოიარები და ვლადიმირის 12 ვაჟი და სრულიად კიევის მცხოვრებლები მდინარე დნეპრში. სრულიად განსხვავებული ნარატივი არის ქართლის გაქრისტიანებას თუ შევადარებთ, ამ ნარატივში კარგად ჩანს პოლიტიკური სარჩული. კერძოდ რელიგიის პოლიტიკის დამხმარედ გამოყენება, რაც რუსული ქრისტიანობის მახასიათებელი იყო და ვფიქრობ, რომ არის ახლაც თანამედროვე რეალობაში. მე-7 საუკუნიდან იწყება ევროპის ქრისტიანიზაციის პროცესი. მე-6 საუკუნეებიდან ანგლო-საქსებში ვრცელდება ქრისტიანობა. ქრისტიანობას იღებენ სერბები და ხორვატები. იწყება სლავი ხალხის შესვლა ერთიან ევროპულ ოჯახში გაქრისტიანების გზით. მე-9 საუკუნიდან სლავების გაქრისტიანების საქმეს სათავეში ჩაუდგებიან ძმები კირილე და მეთოდე. ძმები მაკედონიის ქალაქ თესალონიკში დაიბადნენ. ეს ქალაქი იყო სლავებით დასახლებული და ბავშვობიდანვე მათ ისწავლეს სლავური. ძმებმა კარგად იცოდნენ, რომ სარწმუნოების უკეთ შეცნობისათვის დამწერლობა და წიგნიერება ქრისტიანობა როგორც წიგნიერი რელიგიისათვის აუცილებელი იყო, ამიტომ მათ შექმნეს სლავური ამბანი გლაგოლიცა. კირილემ და მეთოდემ თარგმნეს სლავურად ფსალმუნები, კურთხევანი, ძველი და ახალი აღთქმა. სახარებას წინ უძღოდა კირილეს მიმართვა სლავებისადმი. მათი ქადაგებით და საქმიანობით გაღიზიანდნენ ლათინი ქადაგებლები და ხალხს მოუწოდებდნენ, რომ არ ესმინათ მათთვის, რადგან ერეტიკოსები იყვნენ. მათი ერეტიკოსობის მთავარ საბუთად კი მოჰქონდათ ის, რომ ღვთის სიტყვა უნდა წაკითხულიყო სამ ენაზე, ებრაულად, ბერძნულად და ლათინურად და არა სლავურად. ძმების პასუხი იყო ასეთი, რომ ვისაც ეს ენა არ ესმით, მათ ჭეშმარიტება არ უნდა მოისმინონ. ამის შემდეგ უკვე პაპმა მათ მხარდასაჭერად ბრძანა, რომ წმინდა პეტრეს ტაძარში აღესრულებინათ წირვა ლათინურ და სლავურ ენებზე. კირილემ და მეთოდემ გააქრისტიანეს ბულგარელები, შემდეგ დიდი მორავიის სამეფო, მე-10 საუკუნეში გაქრისტიანდნენ ისლანდიელები, რუსები, მე-11 საუკუნეში უნგრელები, პოლონელები, ნორვეგიელები და შვედები. პაპმა იოანე პავლე მეორემ, რომელიც თვითონ სლავი იყო, პოლონელი იყო, იოანე პავლე მეორე, მე-20 საუკუნის ბოლოს კირილე და მეთოდე ევროპის მფარველების სახელით წმინდანებად შერაცხა. ევროპა გაქრისტიანების შემდეგ ათავისუფლებს პირინეის ნახევარკუნძულს, რადგან მხოლოდ ეს ტერიტორია იყო მუსლიმების მიერ დაკავებული, ამიტომ ევროპა ათავისუფლებს პირინეის ნახევარკუნძულს მუსლიმებისაგან და მე-11 საუკუნიდან უკვე ესპანეთში ძლიერდებიან ქრისტიანები. ამით ქრისტიანობამ უკვე სრულად მოიცვა ევროპა. ამრიგად ევროპაში მკვიდრდება და ძლიერდება ქრისტიანული ფასეულობები. მე-9 საუკუნეებში წერილობით წყაროებში ჩნდება ცნება ევროპა. აქამდე ეს ტერმინი არ არსებობს. ტერმინი ევროპა არა იმდენად პოლიტიკური ან გეოგრაფიული სახელწოდებით,
რამდენადაც ერთობის მნიშვნელობით, რაც ევროპის გაქრისტიანების შემდეგ თვალნათელია. ევროპა არ არის ადგილი, ის არის იდეა. ეს იყო ევროპის შექმნის უმთავრესი საფუძველი. ევროპის ერთიანობას ქმნიდა ქრისტიანობა და ეკლესია. ევროპა იძენს ახალ შინაარს, ანუ ქრისტიანულ სამყაროსთან კუთვნილებიც, ქრისტიანულად მარკირებულობის შინაარს. ევროპის შექმნის საფუძველი გახდა ფასეულობათი სისტემის ერთიანობა, ანუ სოფლმხედველობა მრწამსი. ევროპული გაერთიანება სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ქრისტიანულ ერთობას. ამრიგად ევროპა გაერთიანდა იდეის გარშემო, სოფლმხედველობის გარშემო, რომელსაც ქრისტიანობა ჰქვია. ახლა შევეხოთ და გადავიდეთ გაერთიანების ფენომენზე ამ პერიოდის საქართველოში. მე-10 საუკუნის 70-იან წლებში ხდება ქართული მიწების ერთ სამეფოდ გაერთიანება. ეს ქართული ეთნოსის ცნობიერების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტეხილია. როგორც წინა ლექციაზე აღვნიშნეთ, დასავლეთი და აღმოსავლეთი მენტალურად გაერთიანდა, მაგრამ ახლა უნდა მოხდეს პოლიტიკური და სამართლებრივი გაერთიანებაც. ქართული ერთობისათვის გადამწყვეტი არის, რომ აღდგეს მეფობის ერთიანი ინსტიტუტი. ამ დროს იქმნება ტერმინი საქართველო, როგორც ფასეულობითი ცნება. ამ პერიოდის საქართველოში მუსირებდა გაერთიანების იდეა, რაც ელიტის და ხალხის ინტერესს გამოხატავდა. ქართული გაერთიანების ცენტრია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც ქართლს დაეპატრონება, ის წარმართავს საქართველოს გაერთიანებას. ამ პროცესს ქართლის ცხოვრება უწოდებს ბრძოლა ქართლსა ზედა. ისმის შეკითხვა, რატომ მაინდა-მაინც ქართლი, ანუ რატომ მაინდა-მაინც ქართლიდან უნდა დაიწყოს ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ქვია ქართლის და ზოგადად საქართველოს გაერთიანება. რატომ მაინდა-მაინც ქართლი ის ხომ არც ტერიტორიულად და არც პოლიტიკურად არაა დაწინაურებული. დაშლილია საქართველოს სამეფო სამთავროებად. ეს სამეფო სამთავროებია კახეთი, ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი, აფხაზეთი. ყველა სამეფო სამთავრო ქართლზე უფრო ძლიერია და დიდია გეოგრაფიულადაც და ძლიერია პოლიტიკურადაც. მაგრამ სწორედ აქ არის ქართული ერთობის მისიის აღსრულების ცენტრი მცხეთა, რომელიც უნდა გახდეს საქართველოს კონსოლიდაციის დაწყების ადგილი. ამიტომ არის, რომ წერს ქართლის ცხოვრება ბრძოლა ქართლსა ზედა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ ქართლიდან უნდა დაიწყოს გაერთიანების პროცესი. საქართველოს გაერთიანების პროექტის ავტორიც და პრეტენდენტიც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ტიტულზე სწორედ ქართლის მკვიდრები არიან. აუცილებელი იყო ყველა სამეფო სამთავროსათვის რეალურად მისაღები გეგმის შემუშავება და რაც მთავარია კანდიდატის შერჩევა. ეს საკითხი ყველაზე რთული საკითხი იყო. როგორ უნდა იყოს ის, ვინც ყველასათვის მისაღები კანდიდატი იქნება. მაშინ, როდესაც საქართველო დაშლილია სამეფო სამთავროებად, თითქმის 2 საუკუნეა ისინი დამოუკიდებლად, ანუ სეპარატულად ცხოვრობენ ეს სამეფო სამთავროები და როგორი ავტორიტეტი უნდა იყოს მეფობის კანდიდატი, რომ მას ყველა დაეთანხმოს, თავისი ამბიცია ერთგვარად დათრგუნოს და დათმოს და საერთო ინტერესებს გაყვეს. პროექტის ავტორი საქართველოს გაერთიანებისა არის ივანე მარუშიძე, როგორც ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ყავს თავისი პოლიტიკური ჯგუფი, თავისი პოლიტიკური გუნდი, ანუ შეიძლება ესე ვთქვათ, პოლიტიკური პარტია. მან და მისმა გუნდმა გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტის კანდიდატად შეარჩიეს ბაგრატ ბაგრატიონი. ერთადერთი მიზეზი აქვს მის არჩევას. ის იყო 2 ტახტის მემკვიდრე, ქართლისა და აფხაზეთის ტახტის მემკვიდრე, ანუ აღმოსავლეთის და დასავლეთ საქართველოს მემკვიდრე. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრეა ახალგაზრდა ბაგრატი, რადგანაც მისი მამა ქართლის მართველი გურგენია და დასავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრეა ბაგრატი, იმიტომ რომ მისი ბიძა, დედის ძმა, უსინათლო და უშვილო
თეოდოსი, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ საქართველოს ტახტიც მას ეკუთვნის. ანუ ეს უმთავრესი ნიშანი არის იმისათვის, რომ ის შეირჩა იოანე მარუშიძის გუნდის მიერ გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფედ. მაგრამ არის ერთი კითხვის ნიშანი. არის ერთი ასეთი ეჭვი და ერთგვარი შიში, რომელიც დაკავშირებული არის ერთ პოლიტიკურ ფიგურასთან, ერთ ადამიანთან, რომელიც არის თვითონაც ბაგრატიონი, მისი სახელი არის დავითი და ის არის დავით მესამე კურაპალატი ტაოს მეფე. რატომ ისმის მასთან დაკავშირებით შეკითხვა? იმიტომ რომ ეს არის პერსონა, რომელიც ძალიან ცნობილი და ძალიან პოპულარული პერსონა არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მახლობელ აღმოსავლეთში და ბიზანტიაში. მას ხშირად დახმარებას თხოვენ და ხშირად ჭკუასაც ეკითხებიან თვით ბიზანტიის იმპერატორები. გამომდინარე აქედან, თუ იოანე მარუშიძის მიერ შერჩეული კანდიდატი ბაგრატი სრულიად ახალგაზრდა იმხანად 14 წლის, მას არავით არის დამსახურება არ აქვს და არც ცნობილი, პრესტიჟული და პოპულარული არ არის, დავით კურაპალატი ასეთი, ამიტომ თუ კი დავით კურაპალატი მოითხოვს და რაც თავარია, მოინდომებს გაერთიანებული საქართველოს მეფობას, მას წინ ვერ აღუდგება. ამიტომ პირველი, რასაც აკეთებს იოანე მარუშიძე არის ის, რომ აკეთებს დიპლომატიურ სვლას და მიმართავს დავით მესამე კურაპალატს, გაუზიარებს მათ პროექტს საქართველოს გაერთიანების შესახებ და ამიტომ მას სთხოვს და შესთავაზებს მეფობას. მაგრამ დავითი უარს ამბობს ამაზე, რადგანაც მას შეიძლება პრეტენზია ქონოდა ერთ თუნდაც ტაოს მეფობაზე, მაგრამ ის არ ქონდა მას, რაც ქონდა თუნდაც მცირეწლოვან ბაგრატს. მას არ ქონდა ის, რომ ის იყო ორი ტახტის მემკვიდრე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ამიტომ მის გარეშე და ამ მთავარი ნიშნულის გარეშე მანაც ჩათვალა, რომ ეს არ მოხდებოდა. დავით ტაოელმა არა მხოლოდ თანხმობა განაცხადა ამ კანდიდატზე, არამედ ის შვილობილადაც აღიარა და ასე გახდა სრულიად ახალგაზრდა ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრე. აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე, რომელთაც ეკუთვნოდა ქართლი, დასავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე, ანუ აფხაზეთის მემკვიდრე, ანუ მიიღებდა აფხაზთა მეფის ტიტულს და აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე, ანუ ტაოს მემკვიდრე. ამით ფაქტობრივად გადაწყდა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. ამით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართული იდენტობის ისტორიაში სახელმწიფოებრივად აზროვნების მაგალითი, როდესაც საკუთარი ამბიციების დათმობა ხდება ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. და კიდევ ერთი ცოცხალი არის გაერთიანების იდეა. მიუხედავად დაშლილობაში ცხოვრებისა, რომელშიც საქართველოს სამეფო სამთავროები ცხოვრობენ, უკვე 2 საუკუნეა საქართველოში ცოცხალია ერთიანობის იდეა. ამიტომ ვამბობ, რომ როცა კონსოლიდაცია ეფუძნება იდეას, ის მყარია. ხოლო როდესაც გაერთიანება დაფუძნებულია არა იდეაზე, არამედ რაღაცა მატერიალურზე, აქ ყოველთვის ჩნდება პრობლემა. პირველი რაც გააკეთა დავით კურაპალატმა არის ის, რომ უფლისციხეში შეიყვანა ბაგრატი, ახალგაზრდა ბაგრატი და მას რეგენტად, ანუ დამხმარედ დედა დაუტოვა, რადგანაც ის სრულწლოვანი არ არის. და უფლისციხიდან, ანუ ქართლის საზღვარს გამოცილებული არ იყო დავით კურაპალატი, როდესაც მდევარი დაეწია მას და უთხრა, რომ უფლისციხეს შემოადგნენ კახელები. დავითმა მაშინვე მოაბრუნა მისი ამალა, დაბრუნდა უფლისციხეში და იქ ამბობს დავითი თავის ისტორიულ სიტყვას, ჯერ თავიდან დაიბარებს კახეთის მმართველს და ეტყვის, რომ ჩვენ ყველანი თანახმავართ ამაზე და თქვენ არაო, ანუ ფაქტობრივად რაც გარკვეულ სეპარატიზმში დაძდებს მას. ბრალს კახეთის მთავარი მას შენდობას სთხოვს და ამის შემდეგ დავითი იტყვის თავის ისტორიულ სიტყვას, რითაც ფაქტობრივად გაფორმდება საქართველოს გაერთიანება. დავითი ამბობს ასეთ რამეს, ეს ამბობს ბაგრატზე, არის შვილი
და მემკვიდრე ქართლისა, აფხაზეთისა და ტაოსი. ის არის შვილობილი და გაზრდილი ჩემი. ის არის უფალი ჩემი, მე ვარ მონა მისი. ამით ცხადია დასრულდა ყველაფერი, რადგანაც საქართველოში ნომერ პირველმა ავტორიტეტმა აღიარა, რომ ბაგრატი არავისათვის ცნობილი და იმხანად არასრულწლოვანი. ის არის უფალი ჩემი, მე ვარ მონა მისი. ეს მოხდა 975 წელს, როდესაც ფაქტობრივად ბაგრატი გახდა გაერთიანებული საქართველოს მეფე, იმით რომ გახდა ქართლის მეფე. 978 წელს ბაგრატი და მისი მომხრეები შედიან აფხაზეთში, გადააყენებენ ტახტიდან თეოდოსს და თვითონ გამეფთება ბაგრატი. ასე ხდება ბაგრატი უკვე 978 წელს ქართლისა და აფხაზეთის, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს მეფე. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებამდე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, განხორციელდა საქართველოს ეკლესიური გაერთიანება. აფხაზთა მთავარმა ლეონ მეორემ ისარგებდა ხატმბრძოლეობის გამო დასუსტებული ბიზანტიის მდგომარეობით, განუდგა მას და თავი ეგრის აფხაზეთით მეფედ გამოაცხადა, ანუ დასრულდა დასავლურ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი. დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისა და პოლიტიკურად ბიზანტიის გავლენისაგან გამოსვლის შემდეგ შეუძლებელი იყო ბიზანტიის საეკლესიო ჰეგემონიის მოთმენა, რადგან ხატმებრძოლეობის აღიარებით მწვალებლობის გზაზე დამდგარი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თავად გაემიჯნა მის იურისდიქციაში შემავალ აფხაზეთის ხატთაყვანისმცემელ ეკლესიას. სწორედ მაშინ უნდა დამდგარიყო აფხაზეთის ეკლესიის ბიზანტიის ეკლესიისაგან გამოყოფის და ავტოკეფალიის მოპოვების საკითხი, რადგან ხატმებრძოლი კონსტანტინოპოლი აღარ იყო ანგარიშგასაწევი ხატთაყვანისმცემელი აფხაზეთის საპატრიარქოსათვის. არც აფხაზეთის, არც ეგრისის ეკლესიას არ მიუღია ხატების თაყვანისცემის აკრძალვა. პირიქით, ჩვენამდე მოღწეული იმ პერიოდში შექმნილი ხატების ანალიზი საფუძველს იძლევა იმის მტკიცებისათვის, რომ უფრო მეტად გააქტიურდა ხატების თაყვანისცემა, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ხატების შესაქმნელად ტიხრული მინანქრის გამოყენება და განვითარება სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. ეკლესიური და პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ იქმნება ტერმინი საქართველო. ეს არ არის არც გეოგრაფიული და არც პოლიტიკური ტერმინი, არამედ ეს არის ფასეულობითი ტერმინი. ეს არის ქრისტიანული ერთობა, რაც კარგად ჩანს გიორგი მერჩულეს ცნობილ ფორმულაში, სადაც დახასიათებულია თუ რა არის საქართველო, რას ნიშნავს ქართული ერთობისათვის საქართველო. გიორგი მერჩულე წერს: ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების, რომელსაც აშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. ქართული ენა, ლოცვის ენა აერთიანებს საქართველოს. იქ, სადაც ქართულად ლოცულობენ საქართველოა. რელიგიისა და ენობრივი მარკირების შეჭიდულობით, ანუ ენისა და რელიგიის შეჭიდულობით შეიქმნა საქართველო. შეიქმნა საქართველო როგორც ტერმინი და ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დღემდე ასე მოვიხსენიებთ. ქვეყნის გაერთიანების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ათონის ივერთა მონასტრის დაფუძნებას, რაც ერთიანი საქართველოს პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოღვაწის დავით კურაპალატის სახელს უკავშირდება. სწორედ დავითის მიერ ბიზანტიისათვის სამხედრო პოლიტიკური დახმარების სანაცვლოდ მიღებული საფასით შეიწყვიტეს ქართველებმა მიწა და მე-10 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს ივირონის მშენებლობა. ეხლა რას გულისხმობ თამაში? ბიზანტიაში იწყება ბარდას კლიაროსის აჯანყება, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის ბასილი მეორის წინააღმდეგ არის მიმართული. ახალგაზრდა ბასილი მეორე ფაქტობრივად შინაპატიმრობაში ყავს ბარდას კლიაროსის მომხრეებს. ბარდას კლიაროს ხელში აქვს შეგდებული მთელი საფასი და ძალიან რთულ ვითარებაში არის ბიზანტია. ფაქტიურად გადატრიალების ზღვარზე. ბასილი მეორის დედა
დახმარებისათვის მიმართავს დავით მესამე კურაპალატს, ტაოს მეფეს და სთხოვს მას ჯარით დახმარებას. დავით კურაპალატი კი თავის მხრივ თავის ყოფილ სარდალს, თორნიკე ერისთავს, რომელიც იმ ხანად ათონის მთაზეა უკვე და იქ მოღვაწეობს, სთხოვს დახმარებას. ტაოს ჯარი ჩადის ბიზანტიაში, მას სათავეში ჩაუდგება თორნიკე ერისთავი და ბიზანტიელთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი დაამარცხებს ბარდას-კლიაროსის ლაშქარს. ბარდას-კლიაროსი ბრძოლის ველიდან გაიქცევა, უამრავი სიმდიდრე და უდიდესი საფასი რჩება ბრძოლის ველზე. ბიზანტიის იმპერატორი განაცხადებს და ბრძანებას გასცემს, რომ არავინ არ ახლოს ხელი ამ ქონებას, რომლის დიდი ნაწილი ქართველებმა უნდა წაიღონ და ხდება განაწილება ამისა, როდესაც დიდ ნაწილს ქართველები წაიღებენ და თორნიკე ერისთავი წაიღებს ათონზე, იქ იყიდიან მიწას და იწყება მშენებლობა მონასტრისა და მცირე ნაწილს ტაოს ჯარს გამოატანს ტაოში. 3 წლის განმავლობაში შენდებოდა ივერიის ქართველთა მონასტერი, ანუ ივირონი, რომელმაც ძალიან დიდი იდეური დატვირთვა იქონია ახლად გაერთიანებულ საქართველოზე. ივირონში მოღვაწეობდნენ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები. ივირონში მონაწილეობდა და მოღვაწეობდა ცნობილი ერუდიტი და ბიზანტიაში სახელგანთქმული საეკლესიო მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი. ივირონში შეიქმნა ქართული მეცნიერება და შემდეგ გადმოვიდა მედიევალურ საქართველოში. აქ შეხვდა ერთმანეთს მეცნიერება, რელიგია და განათლება. ივირონის დიდი ღვაწლია გაერთიანებული ქართული ერთობის თვითცნობიერების ჩამოყალიბებაში. გიორგი მთაწმინდელმა შექმნა მნიშვნელოვანი ნიშა ქართულ იდენტობაში, რითაც ქართული ეკლესია არა მხოლოდ თანატოლი, არამედ უპირატესადაც კი წარმოაჩინა ბიზანტიის პოლიტიკურ და საეკლესიო მესვეურთა თვალში. მან აჩვენა, რომ ქართულ ერთობას ბიზანტიისაგან განსხვავებით არ შეხებია მწვალებლობათა შემოტევა და მისი თქმით ქართულ ერთობას და ქართულ ეკლესიას არც მარჯვნივ გადაუხვევია და არც მარცხნივ. ათონის ქართველთა მონასტერი გადაიქცა ბიზანტიის დასავლეთ ნაწილში ქართული კულტურის და ეროვნული თვითცნობიერების პროტაგონისტად. ამრიგად განხორციელდა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ჯერ ეკლესიურად გაერთიანდა და შემდეგ პოლიტიკურად. შეიქმნა ცნება საქართველო, როგორც ფასეულობითი განზომილება. ქართული ერთობა ქრისტიანული ნიშნით შეიკრა, ანუ ქართული იდენტობის მთავარი მარკერის, რელიგიის ქვეშ გაერთიანდა. საქართველო ქრისტიანულ ერთობას ნიშნავს და არა პოლიტიკურ თუ გეოგრაფიულ კონგლომერატს. ახლა რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, შეიძლება რომ ვთქვათ შემდეგი. ჩვენი დღევანდელი ლექცია გაერთიანების ფენომენს ეხებოდა გაერთიანების ფენომენს ევროპასა და საქართველოში. მე-19 საუკუნეებში ჩნდება ცნება ევროპა. ევროპა იძენს ახალ შინაარს, ანუ ქრისტიანულ სამყაროსთან კუთვნილების, ქრისტიანულად მარკირებულობის შინაარს. ევროპული გაერთიანება ქრისტიანულ ერთობას ნიშნავს. ზუსტად ამავე პერიოდს ემთხვევა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება და ჩნდება ტერმინი საქართველო. არა გეოგრაფიული ან პოლიტიკური მნიშვნელობით, არამედ სწორედ ქრისტიანული ერთობის გაგებით, როგორც ეს ევროპაში ფიქსირდება. საქართველო ფასეულობითი ტერმინია. ქართული ენა, ანუ ლოცვის ენა აერთიანებს საქართველოს. იქ, სადაც ქართულად ლოცულობენ, საქართველოა. ერთმანეთს შეერწყა ქართული იდენტობის ორი მარკერი, რელიგია და ენა. თუ არა მცხეთა, ქართული ერთობის ისტორია ასე გაშინაარსებული ვერ იქნებოდა. სანამ ამ მთავარის გარშემო არის შემოკრებილი ქართული ერთობა, მის არსებობას აზრი აქვს.
როგორც კი იკარგება ეს მთავარი, ამ ერთობას აღარ აქვს არსებობის შანსი. აზრი ეკარგება მის არსებობას. საქართველო ერთიანდება ლოცვითი კავშირის გარშემო, ისევე როგორც ეს ხდება ევროპაში, ანუ გაქრისტიანებულ ევროპაში. ამგვარად, ევროპაშიც და საქართველოშიც ამ პერიოდში ქრისტიანული ფასეულობების დატვირთვა არის გადამწყვეტი კონსოლიდაციის პროცესში. მადლობა ყურადღებისთვის.